ლეთალ არსის გზის წინ მონაკვეთზე, სადაც დიდთოლობის გამო მიმოსვლა 6-იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორმხრივად აღდგა. თუმცა გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამჟამად მიმდინარეობს კობის მხრიდან გუდაურის მიმართულებით ჩარჩენილი ტრაილერების გატარება და მას შემდეგ, რაც აღნიშნული კოლონა ამ მონაკვეთს გაივლის, სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა რუსეთის მიმართულებითაც აღდგება. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები გაფართოების მიზნით, ვაფართოებდით გზას, რომ გაგვეშვათ მისაბელიანი, ნახევარმისაბელიანი და ტრაილერები და დღეს დილისთვის აღდგა ცხეთა გუდაური ლარსის მიმართულებით ორმხრივად. აღდგენილი იქნა სატრანსპორტო მიმოსვლა გუდაური კობის ავტომობილების მონაკვეთზე. ამჟამად მიმდინარეობს ჩარჩენილი ტრაილერების კობიდან გუდაურის მიმართულებით გადაადგილება, როგორც კი ეს ნაკადი გათავისუფლდება ნაკადისაგან კობის მიმართულება, ამჟამად განახდება ტრაილერების მოძრაობა რუსეთის მიმართულებით.